მოგესალმებით, ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. გავაგრძელოთ ჩვენი მოკლე გაშლები, ხო? ვისაც უყვარს გრძელი, იცით თქვენ სად მეძებოთ. ვინც არ მიცნობს, მე მქვია ვალენტინა ბარბაკაძე, შეგიძლიათ ნახოთ ყველა ჩემი სხვა აკაუნტები, ლინკები ყველაფერი არის ვიდეოს ქვეშ. ჩვენ გითხოთ დღეს სამყაროს ამ თვის ბოლომდე რა უნდა მოხდეს. ისეთი რომ თქვა, აი როგორც შეიძლება უწყოთ კითხვები გაკაი რა მელოდება ნეტა ეხლა რა თქვა ავიღოთ ჩვენ ეხლა ჩვენ სამი სფერო ეხლა იცით თქვენ რომ საერთოდ გაშლას მე ვაკეთებ პროგნოზ კვირის თვის იმ არხზე მაგრამ აქ მოკლე გავაკეთოთ ხო მაინც ვნახოთ იმიტომ რომ აქ მინდა რომ თქვენ ექსპრეს რაღაც ესეთი პასუხები მიიღოთ რომელიც თქვა შეიძლება უცბად გაინტერესებთ ხო და ამიტომ ავიღოთ ჩვენ ახლა ამ თვის ბოლომდე სხვა შეიძლება ნუ აქაც რა თემები გინდათ იმიტომ რომ გრძელი თემები ხო ჩვენ გიყვარს მაგისი განხილვა და ასე შემდეგ ეს იმ არხზე იქნება აქ მოკლედ გითხოთ ახლა რა ჩქარობს თქვენთან ახლა და ვნახოთ ნუ სამყარო რას გიმზადებს მაგრამ ჯერ ვნახოთ რა ენერგიაში ეხლა ხართ თქვენ რომ იცოდეთ რომ ეს თქვენი გაშლა არის და მე უცბად გითხოთ სამყაროს Так, ჩემო სიხარულებო, აქ არის როგორი მომენტი. ვიღაცა აპირებდა საზღვარგარეთ წასვლას, რაღაცა ვერ წავიდა. რაღაცა თქვენ დაგაყოვნეთ, რაღაცა თქვენ გული გეტკინეთ, რაღაცა არ გამოვიდა. ეს პირველი. კიდე არის ვერსია, შეიძლება სადღაც აპირებდა წასვლა, ვერ წახვედით. ესეც არის. შეიძლება ვიღაცა რაღაც ელოდება სამყაროდან საჩუქარს მართლა რაღაცებს და ჯერჯერობით არ ხდება ისე როგორც თქვენ გინდა ცოტა იგვიანებს ფულის თემა შეიძლება ვიღაცასთან იგვიანებდეს თქვათ ნუ არ იღებთ იმ თქვათ შეიძლება გზავნილის ელოდებით დაუშვოთ ეგაც შეიძლება იყოს და კიდე ვიღაცასთან შეიძლება დასრულდა ურთიერთობა რომელიც იყო ხანძლივი აი ეს რამდენიმე ასეთი სიგნიფიკაცია კი ბატონო და ეხლა თქვენ პრინციპში აქ როგორი მომენტი არის ვიღაცისთვის თუნდაც ეს თუ დაუშვოთ და შორება არის თქვენ ნამდვილად ნახეთ აქ იმეც არ კარგავთ თქვენ ნახეთ ვინც დაშორდა თქვენ არ ხართ ახლა ისე რომ თქვათ გულით ტკივა და ნერვიულობთ არა ასრულებს მშვიდად ხართ კიდე ვინცაც რაღაცები აი ეს რაც თქვი წეღან რომ არ გაგემართლათ და არ მიიღათ ვაფშე არ ნერვიულობთ იმით ნუ ნერვიულობთ როგორ იცით მაინც დარწმუნებული ხართ აი როცა ადამიანი იძახის რომ მე ვიცი რომ მე მაინც გავიმარჯვებ მე არ დავნებდები მე მაინც გავაკეთებ იმას რაც მე მჭირდება და კიდე ვიღაცა ელოდება აქ ნამდვილად ახალ ურთიერთობას ელოდებით ან იცით თქვენ აი იცით როგორ არის მომენტი რომ აი დარწმუნებული ვარ რომ ეს მაინც მოხდება აი ეგეთი ენერგია არის აქ ნუ აქ ხმალების მეფე ჩვენი რომელიც ახლა თუ ბიჭებო თქვენ გეხებათ თქვენ გახართ როგორ იცით არ იცით ახლა თქვენი ურთიერთობა დასრულდა არ დასრულდა რა გავაკეთო გრძნობა მაქვს მაგრამ როგორ რანაირად ვიმოქმედო როგორ მივუახლოვდე ჩემ ზვირფას დედოფალს არ ვიცი ვფიქრობ და ვნერვიულობ არ ვიცი გზას ვერ პოვლობ იმიტომ რომ ხო პრინციპში მივხვდეთ რომ ეს არის უძვირფასესი ადამიანი თქვენთვის გინდათ რომ მაგასთან თქვა გამოჩნდეთ მაგრამ აქ ადამიანი მოდის როგორ იცით აი თითქოს აი სრულიად მოულოდნელად უნდა მოსვლა გამოჩენა მაგრამ ჯერ ფიქრობს კიდე ფიქრობს და კარგით ახლა გოგოებო და ბიჭებო მე მგონი გაიგეთ ახლა ვნახოთ ჩვენ ანუ ესე იგი თვის ბოლომდე რას უნდა ელოდოთ რა მოვლენებს უნდა ელოდოთ ეს აღარ გვჭირდება ჩვენ ეს რაღაცები ამ თვის ბოლოს რას უნდა ელოდოთ თქვენ ვნახოთ ახლა რომ მზეს უნდა ელოდოთ გამარჯვებას უნდა ელოდოთ ხო ვიღაცასთან პენტაკლების პრინცი მოდის რომელიც ახლა შეიძლება ნუ кайხანი არ გამოჩინდება არ გამიკვირდება ან რაღაცა შეტყობინებას გაიგებთ რომელსაც დიდი ხანი ელოდებით ვიღაცასთან ფული ჩქარობს სხვათა შორის რომელიც რაღაც დაიგვიანა აი აქაც იყო პენტაკლების პრინცი ну მაგაზეც იყო ეთყობა ლაპარაკი რა. Так, ჩვენ ვნახოთ ახლა თუ გამოვა კიდე. რა ჩქარობს, ესე იგი, ანუ თვის ბოლომდე, ხო, რა მოვლენებს უნდა მივაქციოთ ყურადღება, რა მოდის თვის ბოლომდე გითხარით, ჩვენ ეს სამი მოვლენა არის. ну ჩქარობს, სხვათა შორის ძალიან ჩქარობს, მithomet ეს რა.
რა ჩქარობს პირველ რიგში? აქ არის მე-20 არკანი. აქ რაღაცა გზავნილი ჩქარობს თქვენთან რაღაც თქვენი საგვარეულოდან არის ძალიან აი მნიშვნელოვანი რა იქნება აბა ვნახოთ, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აქ ცვლილებები მიდის, აქ ძალიან დიდი ფარველობა გააქვთ თქვენ, აი მართლა ძალიან დიდი ფარველობა. აქ არის რაღაცა სიძლიერე, აი იგრძნობ თქვენ თითქოს აი რაღაცა მფარველი ანგელოზი მყავს და ანუ რაღაცა მფარველობს, რაღაცა ძალა მფარველობს რა, მაგას თქვენ იგრძნობ, გამოჯამრთელობა ყველა ვარიანტში თუ ვინმე იყო ავად. კი ბატონო. და აქ აი იცით როგორ არის? აი ძალიან მალე და ძალიან ჩქარი ცვლილებები წამოვა თქვენ ცხოვრებაში. რა სახის? რა სახის? ვიღაცასთან მოდის იმპერატორი, გოგოებო. აქ მოხდება, ნახეთ, აქ სამყარო არა, უფრო მეტი კიდე, თქვენი საგვარეულო მოგიმზადეთ თქვენ ვიღაც ადამიანი, რომელიც აი ჩქარა შემოვა თქვენ ცხოვრებაში, მაგრამ ეს ადამიანი არის ძალიან სტაბილური. კიდე შეიძლება მოგივათ რა, ანუ თუ დაუშვოთ თქვენში გაიღვიძებს რაღაცა ესეთი ენერგიას გააღვიძებენ, რომ თქვენ დაუშვოთ თქვენ პროფესიონალიზმს აჩვენებთ, თქვათ, ხო? ანუ თქვენ ახლა აი როგორ არის გახსნა მიდის უცბად ჩქარი გახსნა თქვენი პროფესიონალიზმის და თქვენი წარმატების. ნუ სასიყვარულო თემა ყველა ვარიანტში აქ არის, ნახეთ. მოდის ადამიანი, რომელსაც თქვენ ელოდებოდით, ადამიანი, რომელიც თქვენ ბედით გამოგზავნილი არის, ხო შეიძლება გაშლა ჩავწერე მე არხზე რაღაც ძალიან საინტერესო იყო. აქ სამყარო ჩქარა გიგზავნით ვიღაცას თქვენს პარტნიორს, რომელიც თქვენ მოგიტან დიდ სიყვარულს და რომელიც თქვენ აი თითქოს აიღებს პასუხისმგებლობას, აიღებს თქვენს თავზე, აი რაღაც როგორ გითხრათ, ანუ რაც კი შეიძლება სიყვარულში კარგი იყოს, აი მაგას გაჩუქებთ. თქვენ ეს დაიმსახურეთ და უკვე ჩქარობს ეს ამბავი თქვენთან. კიდე მზის არკანი, ბედნიერება, სიუხვე, სიკაშკაშე, რაღაც აი ნუ მზის არკანი მე ყველაფერი შემიძლია, მე კაი ხასიათზე ვარ, მე პოზიტიური განწყობა, ნამდვილად რასაც აი ეს თქვენ რო იყავით და ფიქრობდით რომ არ დავნებდები, ხო, მე მაინც ვიცი რომ გავიმარჯვებს, დიდი სიხარული, ბედნიერება, მზის არკანი შეგვიძლია ვაფშე დავხუროთ და აღარ გავაგრძელოთ რა. ეს გაშლა, იმიტომ რომ ეს არის უბედნიერესი პერიოდი. გეუბნებით, აგერ არის თქვენი აი ბედნიერება, თასების მეფე, აგერ არის თასების დედოფალი, აგერ არის მე-6 არკანი, სიყვარულის არკანი, აგერ არის თქვენი მეფე რა არის იმპერატორი, აგერ არის ჩქარი გზავნილი თქვენი საგვარეულოდან. მიიღეთ, დაწერეთ, მივიღე მადლიერებით კომენტარებში დაწერეთ და უცბად თუ ვინმეს გინდათ. და რა თქმა უნდა, კიდე შემოდის ხმალების რვიანი, აქ გამოდიხართ თქვენ რაღაცა პერიოდიდან, როცა იყო რაღაცა მომენტები, რომ თქვენი ბლოკები თუ გქონდათ, ხო? რაღაცა შეიძლება გქონდათ თქვენ დახურული გზა, არ მოდიოდა ეს ბედნიერება თქვენთან, არ მოდიოდა ბედნიერება, მაგრამ მოდის სიუხვე, სიმდიდრე, ბედნიერება, აი არაჩვეულებრივი შემოსავალი. აქ გეუბნებით თქვენ გაქვთ ეხლა ღმერთისგან წყალობა, აქ ვიღაცა თქვენზე ილოცა ძალიან მაგრად, ან თქვენ თვითონ ილოცეთ ძალიან მაგრად და სთხოვეთ, იმიტომ რომ ვინც ელოდებოდა აქ თავის აი ბედნიერებას, სიხარულს, სიყვარულს, თქვენ ეს დაიმსახურეთ, ეს ბლოკები, ყველანაირი თქვენი ბედნიერების ბლოკები მოიხსნა პენტაკლების რაინდით, თქვენი მოიხსნა, ხო დაინახეთ? ორჯერ გამოგვივიდა პენტაკლების რაინდი. ანუ ეს რაც გაჩერებული იყო, რაც თქვათ ახლა ნუ გზა რაღაცა რაც ნელა იყო რა, ნელა თქვათ, ნუ ელოდებოდი დიდხანს, ხო? ეს ყველანაირად ეს თქვენი დაბრკოლებები, რაზეც კი ბატონო, სანერვიულო აღარაფერი აღარა გამოდიხარ თქვენ
აი ამ სიტუაციიდან ვიღაცას შეიძლება თქვა, როგორც გითხარით, თუ იყავით ვიღაცა დაბლოკილი, რა ვიცი, შეიძლება მოხსნით ბლოკს და ისიც გამოჩნდება, მაგრამ პრინციპში აქ შემიძლია გითხრათ, რომ ეს ბლოკები ყველაფერი, ხო, აბსოლუტურად ყველაფერი მიდის, იმიტომ რომ აი აქ რაც მაჩვენებენ, იცით, შეიძლება ვიღაცას თქვენ ყავდათ ადამიანი, რომელთანაც გქონდათ ხანძლივი ურთიერთობა, ეს იქნებოდა ეს ჩვენი პენტაკლების მეფე. მეფე კი არა, ბოდიშით. ის პენტაკლების მეფე კი არა, ის რა ქვია, რაინდი, ხო? შეიძლება თქვენ აი ეს ამ ადამიანს დაბლოკავთ ვაფშე, საერთოდ აღარ გინდა და გამოდიხართ ურთიერთობიდან, იმიტომ რომ აქ ბევრი რაღაცა შეიძლება ტყუილებიც გქონდათ, გაიგეთ? კი, გამოდიხართ. აი ძალიან სწრაფად გამოდიხართ ამ სიტუაციიდან. ძალიან სწრაფად გამოდიხართ და ძალიან დიდ ბედნიერება მოდის თქვენ ცხოვრებაში. კი ბატონო, აი ვიზეც იყავით მიჯაჭვული, შეიძლება ვთქვათ გულისტკენებიც გქონდათ, კი ბატონო. აქ მთავრდება ეს. всё, ეს მიდის თქვენი ცხოვრებიდან. აქ შემოდის მხოლოდ ბედნიერება. აქ თქვენ ამას ყველაფერს გაიქცევთ. всё, მიდიხართ, თქვენ მიდიხართ. ნახეთ, ამხელა ბედნიერებაში. მიდიხართ, ჩემო ლამაზებო, ამას გისურვებთ მეც.